კვლელობა თუ უბედური შემთხვევა სენაკში გარდაცვლილი 8 წლის ბავშვის მშობლები დანაშაულზე საუბრობენ და ბრალს მეზობელსდებენ. დაკავებულია ერთი პირი, საგამოძიებო მოქმედებები კი გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 129 მუხლით აღძრა, რაც დაუხმარებლობას გულისხმობს. 8 წლის მოზარდის ცხედარს მდინარე ტეხურაში ამ დრომდე ეძებენ. იქ სადაც მთელი დღის განმავლობაში ბავშვის ცხედარს მაშველები ეძებდნენ, დღის ბოლოს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა საქმეზე დაკავებული პირი მიიყვანეს. მოამბის მიერ ადგილზე გადაღებული კადრების მიხედვით, დაკავებული მათ იმ ადგილებს აჩვენებდა, სადაც დაკარგულ ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. 24 თებერვალს დაკარგული 8 წლის ბავშვის ზებნა კი მდინარეში დღეს დილიდან დაიწყო. ოჯახის ახლობლებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ სწორედ ამ ადგილას სათოლთოლო კამერამ დააფიქსირა. კამერამ დააფიქსირა მხოლოდ ერთმა კამერამ. და იმის შემდეგ ისეთი ადგილით აქვს გზით წამოყვანილი, სადაც არ არის კამერები და ვერან ვერ დაინახავდა დღისით მზისით. ძალით რომ წამოიყვანა ბავშვის ან ხმას გაიგებდა ადამიანი, ან რამე წინააღმდეგობას მაინც გაუწევდა. მიზეზი არავით არის. მე მინდა რომ დაისაჯოს ის. ოჯახის წევრებმა დღეს ავტომაგისტრალიც გადაკეტეს. მათი ვერსიით ბიჭი უბედური შემთხვევის მსხვერპლი არ არის. მათი მტკიცებით ბავშვი მოკლეს და ამაში სამართალდამცველების მიერ დაკავებულ პირს ადანაშაულებენ. ამბობენ იმასაც, რომ მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ხოაგერ სამართლოში მოიყვანოს. ფსიქიკურად არის დაავადებული, მაგრამ ამ ბავშვის მამასთან მეგობრობდა. პოლიციამაც უნდა მიხედოს, უბნის ექიმმაც უნდა მიხედოს, სამართალდამცავებმა ყველამ უნდა მიხედოს, რომ დაცული იყოს ჩვენი შვილები, კიდევ სხვა შვილები, აი ასეთი შემთხვევისგან. სამართალდამცველების განცხადებით კი დაკავებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 129 მუხლითაა აღძრული, რაც დაუხმარებლობას გულისხმობს. მისი ინტერესების დამცველმა დღეს მოამბესთან საუბრისას დაადასტურა, რომ დაკავებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მართლაც აქვს. ამასთან ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბავშვის მკვლელობას კატეგორიულად უარყოფს. მისი ჩვენებიდან გამომდინარე თავს არ ცნობს დამნაშავე და განმარტავს, რომ წავიდნენ მდინარე ტეხურის სანაპიროზე ჯართის შეგროვების მიზნით, რა დროსაც უკვე სანაპიროზე დაუცდა ბავშვს ფეხი და ჩავარდა მდინარე ტეხურში. შემდგომ მას შეეშინდა, ფაქტობრივად ცურვა არ იცოდა, შეეშინდა იმის რაღაც გაუგებრობაში არ მოხვედრილიყო და ამ დაბნეულობიდან გამომდინარე ფაქტიურად არ განაცხადა. დღეს შემთხვევის ადგილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებულმა დანაშაული აღიარა. თუმცა ამ ეტაპზე უფლებადამცველი ამას ვერ ადასტურებს. ამბობენ რომ შეცვალა ჩვენ. როგორც ასეთი ამ ეტაპზე ჯერ არ გადმოგვცემია საქმის მასალები, ფაქტობრივად არ არის ის პროცედურული ვადა მოსული, რა დროშიც უნდა ჩამბარდეს მოცემული საქმე და აღნიშნულ ჩვენებასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია. დაკარგული ბავშვის ახლობლებმა საპროტესტო აქცია პოლიციის შენობასთანაც მოაწყვეს. დაკავებულის სახლს კი სამართალდამცველები იცავენ, რადგან გუშინ მას ქვები დაუშინეს და მინები ჩაუნსხლეს. სახლში არავინაა. დაკავებულს ბრალს ხვალ წაუყენებენ და სამძებრო სამუშაოებიც დილიდან განახლდება.